საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. მოვიკითხავ ტრადიციისამებრ ემიგრანტებს, ჩემს საყვარელ ქალბატონებს და ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ. მოგეხსენებათ გადაცემა, თქვენ უყურებთ საავტორო გადაცემას სათნოების საათი, რომლის ავტორი და წამყვანიც გახლავართ მე, ციცი გურიელი და აი ამ საავტორო გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, არაჩვეულებრივი დედა, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიით. ეს გახლავთ ქალბატონი ირმა ალფაიძე, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლავთ. კერძო სკოლა ივერონის მასწავლებელია ქალბატონი ირმა. გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, წერს არაჩვეულებრივ ლექსებს. წარმოგიდგენთ ქალბატონ ირმას. წავიკითხავთ როგორც მის ლექსებს, ასევე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა მასწავლებლობა. მოგესალმებით ქალბატონო ირმა. მოგესალმებით ქალბატონო ციცი. უღრმესი მადლობა თქვენ მოწვევისათვის და ასეთი წარდგენისათვის. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, მივესალმებით ჩემს უსაყვარლეს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, კი ბატონო, ჩემს აღზრდილებს ამდენი წლების მანძილზე და სრულიად სამყაროს დიდი სიყვარულით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირმა. დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ ვიდრე მასწავლებლობას დაიწყებდით, იყავით პირველ რიგში სკოლის დირექტორი. აი ეხლა თქვენ ჯანდებით სკოლა ივერონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ასწავლით მე-7, მე-9, მე-10 კლასები. ანუ ეს უკვე ის კლასებია, სადაც მე-7-დან იწყება უკვე ცნობიერება საკმაოდ ჩამოყალიბებული მოსწავლეებს მე-9, მე-10 განსაკუთრებით და თქვენმა მოსწავლეებმა რომ იცოდნენ რომ აქ მოგზანდებოდით, ჩამოგიწერეს სპეციალური კითხვარი. მე პატივს ვცემ თითოეულ მათგანის აი ამ ინტერესს, იმას რომ ისინი გულშემატკივრობენ ირმამ და აუცილებლად მინდა მათი კითხვებით დავიწყო და არ მინდა დრო ისე გამექცეს რომ მათი კითხვები დამრჩეს ყურადღების მიღმა. ესე იგი, რატომ აირჩიეთ მასწავლებლის პროფესია და თუ არა პედაგოგი, ვინ იქნებოდით თქვენო? მე ვფიქრობ რომ ამ კითხვას მე არ ამერჩევია პროფესია მამირჩია მე. რა საინტერესოა. ბავშვობიდან თოჯინებს დავსვამდი და ვაკითხებდი. ძალიან საინტერესო. იმოდენად გადაიზარდა ჩემი გზა. შემდეგ რომ ბუნებრივად სიღრმისეულად აღმოჩნდი ამ პროფესიაში და ალბათ რომ არა პედაგოგი, მაინც ვიქნებოდი ადამიანი ადამიანში და ადამიანში რომ გონებით მუდმივად ეს პროფესია იქნებოდა ჩემი გზის გამკვლევი და შემდეგი კითხვა გვაქვს ასეთი, თქვენი გამორჩეული მწერალი და ნაწარმოები. აი გამორჩეული მწერალი როგორც ასეთი მე არ მყავს უმეტესად ყველა ჩემთვის არის ციხესიმაგრე და აი გამოვარჩევდი ამიტომ ორ ნაწარმოებს. ეს არის იაკობ გოგებაშვილის დედაენა, ჩვენ სიბნელეში მაშინ ვიპოვეთ ნათელი გზა და მეორე შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, რომელიც არის რითმებით აწყობილი ჩემი სამშობლო. ეს არის ჩვენი სულის ჰარმონია. რა თქმა უნდა. და ეს ორი ნაწარმოები, თუმცა თითოეული ნაწარმოები ჩემთვის ციხესიმაგრეა და სულიერი სიდიადეა ქართული კულტურის და სახარება ეკლესიური, ასე არის ვეფხისტყაოსანი. ესე იგი, რას ნიშნავს იყო მასწავლებელი? მასწავლებელი ეს არის უფლის მიერ ბოძებული ყველაზე დიდი ჯილდო, ჩემი აზრით, რაც შეიძლება ადამიანმა თავისი ცხოვრების გზაზე იყოს. მასწავლებლობა არის ის ძალა, რომელიც ძალაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. მე ყოველდღიურად მაქვს იმის ბედნიერება, რომ ახალი გაღვიძებული მოსწავლეების თვალები ვნახო და წავიკითხო მათი სიხარული, მათი ბედნიერება, მათი დარდი, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაკვეთილზე შევსულა და მოსწავლეს უთქვამს, რომ მას ვიდრე გაკვეთილი დაიწყება 1 წუთით ჩამეხუტე. აი, მაშინ ერთად გვიგივია კიდევაც. ირმა მასწავლებელო, ესე იგი აქედან გამომდინარე, მე თუ ჩახუტება მომინდა
ესე იგი ის ადამიანი მიყვარს და მეიმატება კი ბატონო და იმიტომაც მინდა ჩახუდება. ეს არის ძალიან დიდი ჯილდო და ბედნიერება მასწავლებლისთვის, როცა მოსწავლეს აქვს აი ასეთი სურვილი, რომ ჩაეხუტოს მასწავლებელს. ანუ იმ წუთებში მასწავლებელი მისთვის არის თავშესაფარიც, იმედიც, სიხარულიც, რაღაც ძალიან ბევრი რამე. საყრდენი. კი ბატონო, საყრდენი, რა თქმა უნდა. რას ქმნით მოსწავლეებთან ერთად? შემდეგი შეკითხვა არის ასე. მოსწავლეებთან ერთად ქმნი ხვალიდელ მომავალს. კი ბატონო. ძალიან კარგს მე მჯერა რომ ჩვენს თაობას გაცილებით მეტად აჯობებს მომავალი თაობა, იმდენად პერსპექტიულები არიან, იმდენად განსაკუთრებით უყვართ საკუთარი სამშობლო და სხვანაირად განიცდიან დღევანდელ მოვლენებს, ისტორიას, ცოტა რაღაც ის ბავშვური, ასე ვთქვათ, ეშპაკობებით ეპატიებათ, რა თქმა უნდა, ნუ ბავშვია. მე ბედნიერი ვარ, რომ მე ამაში ერთი აგური, პატარა აგური მაქვს დადებული და იმიტომ რომ მე ასე მგონია წერ ლექს და დანარჩენ ლექს თვითონ ამატებენ უკვე და შეიქმნება ლამაზი პოემა ხვალინდელი დღე. აი მინდა თქვენგან მოვისმინო, თქვენ როგორც მასწავლებელი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, მარტო პედაგოგი ვერ გაზრდის პიროვნებას, აქ აუცილებელია ბავშვები, მშობლები, საზოგადოება, მასწავლებლები. კი ბატონო. იმდენად დატვირთულია დღევანდელი ყოფა, რომ უმეტესად მასწავლებლებს არის მომდობილი მშობლებიც, ბავშვებიც და ეს ცოტა საფიქრალი არის და ამას განვიცდით პედაგოგები ჩვენ გვიწევს გმირული შრომა. ჩვენ უნდა ვიყოთ დედებიც, იმიტომ რომ ნაწილი დედების ემიგრაციაში იმყოფება, უნდა ვიყოთ ხშირად მამებიც, მეგობარიც, აღმზრდელიც და ყველაფერი რომ ბავშვს მივცეთ სწორი მიმართულება. და საზოგადოება თუ კი გავერთიანდებით, იქნება დისკუსიები, იქნება შეხვედრები, მსჯელობა, სხვადასხვა საკითხების განხილვა. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით წინ წაწევს განათლების სფეროს და მასწავლებელთა ხმა აუცილებელი არის. ნამდვილად. და ალბათ ეს საკითხები იქნება ისეთი საუბრები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას და იყოს ხვალინდელი დღის მაშენებელი. აუცილებლად მოაზროვნე. აუცილებლად აი ეს შეგრძნება უნდა გქონდეთ, რომ ისინი არიან საქართველოს ხვალინდელი დღე. აუცილებლად. კი ბატონო. მომავალი. და ქართული ლიტერატურა ასეთ საგანს ვასწავლი, რომ მაინც ადამიანის სულამდე მისასვლელი გზა არის. რა თქმა უნდა, რომ დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ისევ ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგობას ავირჩევდი და ადამიანის სულამდე მიდიხარ სიყვარულით. რა თქმა უნდა. სიყვარული სადაც არის, ნდობაც არის, ურთიერთგაგებაც არის და მითითებებიც არის მეგობრული. ითვალისწინებენ კიდევაც. მოვიკითხა ჩემს უსაყვარლს. აუცილებლად გიერთდებით და მეც სიყვარულით მოვიკითხავ თქვენ საყვარელ ბავშვებს და ყველა იმ ყოფილ მოსწავლეს, რომელსაც თქვენს ხელში გაუვლია და ეჭვი არ მეპარება, რომ თითოეული მათგანი იქნება ძალიან კარგი მოქალაქე, ჩამოყალიბებული პიროვნება. ამც კიდევაც რამდენიმე მოსწავლეს, რომ აი თქვენ გამოავერჩიე პედაგოგის პროფესია. უღრმესი მადლობა განგებას ამისათვის. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც მასწავლებლის სიყვარულით აირჩევენ პროფესიას. აქ არ არის მარტო პიროვნულ სიყვარულზე, ხო, საუბარი. ისეთ დონეზე შეაყვარეთ თქვენ საგანი იმ ბავშვს, რომ მივიდა იმ მიზნამდე, რომ თვითონაც ყოფილიყო პროფესიით მასწავლებელი. თვითონაც გზის გამკვლევი. რა თქმა უნდა. როგორ იყენებთ პოეზიას თქვენი მოსწავლეების შთაგონებისთვის? არის თუ არა პოეზია სწავლების რაღაცა გარკვეული ფორმა? პოეზია სწავლების გარკვეული ფორმაა და თანაც ძალიან ლამაზი, ძალიან სხვანაირი და მიმზიდველი. ვაჟა ფშაველას კაი ყმა ავხსენი რამდენიმე დღის წინ
და ერთმა სტროფმა წარმოშვა უამრავი კითხვა და მივედით გაზრებამდე და ეს იყო ერთი სტროფი ხშირად მთელს თეორიაზე უკეთესი არის. იმდენად ცხოვრებისეული ადამიანური საზროვნო კითხვები წამოვიდა მე-19 საუკუნის კაიყმა და 21 საუკუნის კაიყმა რითი განსხვავდება რითი არის უკეთესი 21 საუკუნის უარესი და იყო ერთი დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი იმ ერთი სტროფის გარშემო წარმოჭრილი პოეზიას ხომ ჩვენი ფიქრების, ჩვენი სულის გასაღებია და ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაზე მეტად შოთა ნიშნიანძის ლექსი რომ ავხსენი, ბავშვებმა ინტერეს. რომელი ლექსი? მე შენ და ბავშვი. ჩვენ სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა, მე შენ და ბავშვი. არაჩვეულებრივი. ეს მეც ვიცოდი, ახლა რატო ვერ მივხვდი უცბად. კი, ეს მეც ვიცოდი, იმიტომ რომ მიყვარს ნიშნიანიძე, ძალიან ბევრი მისი ლექსი ვიცი, ზეპირად სხვათა შორის და ძალიან დიდი აზრი აჩადებული ამ წინადადებაში. ჩვენ სახლს სამი ფანჯარა აქვს, მე შენ და ბავშვი. გონიათ რომ მასწავლებელი თავისებურად პოეტია და პოეტი მასწავლებელია? მასწავლებელი არის პოეტი და პოეტი არის მასწავლებელი, რადგან ჩემ შემთხვევაში ორმაგი დატვირთვა მაქვს. უნდა მქონდეს ფესვები, კი ბატონო, მყარად როგორც პედაგოგი, როგორც მასწავლებელი და უნდა მქონდეს ფრთები, რომ ვიფრინო და ამ შემთხვევაში რამდენად გამომდის ვფიქრობ, მასწავლებლებიც მეუბნებიან, რომ შევდივარ სასწავლო გარემოში, მეუბნებიან მასწავლებლები, რომ მოფრინდა ჩვენი პერპელა. კლასში რამდენი ბავშვიც არის, ყველა ბავშვის ფსიქიკას უნდა მოერგო. მასწავლებელი, ყველა ბავშვის ბუნება უნდა იცოდე. ჩაწვდეთ ის მსოფლმხედველობას, რა უხარია იგრძნო, როდის რა ტკივა ის იგრძნო, აი სად მიეშველოს, მათთან ერთად უნდა იგიხაროდეს. ფესვები ვიყურეთ, კი ბატონო. და ეს იყო თითეული მოსწავლის სტილიც, ემოციის გაცვლაც, მსჯელობა, ატირდნენ ბავშვები, ვისაც დედები ყავს საზღვარგარეთ და იმ საღამოს მოხდა ისე, რომ დაბრუნდი დედა, ჩვენ გვჭირდები, არ დარჩე დიდხანს და ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით მოსწავლეებთან ურთიერთობა. თუმცა ცოტა ძნელიც. ძნელი კი არა, ურთულესია ირმა. ეხლა მე მინდა ბოლო შეკითხვა ბავშვების და გადავიდეთ პოეზიაზე აუცილებლად. რა პასუხისმგებლობა გაქვთ როგორც მასწავლებელსა და პოეტს მომავალი თაობის წინაშე? ადამიანი მოდის, იბადება, რომ აქვს თავისი წილი ვალდებულება სამყაროს წინაშე. და პედაგოგს აქვს ორმაგი ვალდებულება სამყაროს წინაშეც და თითოეული მოსწავლის წინაშე. თუ ჩვენი სულმცირე შეცდომაც კი შეიძლება იყოს ბავშვისათვის ძალიან ცუდი შედეგის მომხდარი. და ამიტომ პედაგოგობა, როგორც ვთქვი, არის გმირობა და მით უმეტეს პოეტი პედაგოგი ორმაგად გმირობა არის, იმიტომ რომ სხვაგვარად ეძებენ ჩემში მოსწავლეები ჩემს სულს, აი კითხულობენ ჩემს ლექსებს და ხშირად ყოფილა რომ აი რატომ დაიწერა ასეთი ლექსი, რატომ ასეთი განცდა, მას ჩვენ ბევრს ვესაუბრები, მაგრამ თავად არ საუბრობთ თქვენს განცდაზე, თქვენს სტილზე და ცოტა ორმაგი სირთულე არის და მაგრამ ორმაგი სიხარული. კი ბატონო, აი ირმა, შენ დღეს მობრძანდი, შენი ერთი კრებული აქვს ჯერჯერობით ქალბატონ ირმას, ასეთი ირმა ალფაიძე იმერელი ქალბატონი გახლავთ, ისევ მოვედი, არაჩვეულებრივი გამოცემაა, რედაქტორი გახლავთ, ვინ არის რედაქტორი? ქალბატონი ირინა ხურციძე, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. დიახ, საბერძნეთში. კი ბატონო. ეხლა დავიწყოთ რახან იმერეთი დახართ, გექნებათ იმერეთზე ლექსი. დიახ. აბა წავიკითხოთ იმერეთზე ლექსი. ქუთაისზე წავიკითხოთ. კი ბატონო, წავიკითხოთ ქუთაისზე ლექსი. აბა მოვიკითხავ ჩემს მშობლიურ ქუთაისს. კი ბატონო. ქუთაისი.
ქუთაისი ბაღის კიდე დაცული ბარდები ბალახვანი გრძელი კიბე მზენად ყორცნის სახლები მოწამეთა გელათის გზა გამარჯობა ნახვამდის წმინდა რიდეთ ბაგრატის ცაგრძნობა თბილი ქალაქის თეთრი ხიდი მწვანე ქვებზე მოცეკვავე რიონი ფრთებ გაშლილი სიმაღლეზე ტიტე გალაქტიონი ქუთაისი სამაისო პოეტების საფიხნო უნდა ნახოს ამისოდ ლექსის მადლი გაიცნო პრომეთე და სათაფლია თუ სამეფო უბანი სამუთხის გზის სადარია დაჩრდილული ბულვარი საფიჩხია ჭომა გორა დაკოჟრილი უბნები დაკარგული სითბოს პოვნა სიყვარული ულევი იმერლების თბილი მზერა სულ სასენი გრძნობაში ქუთათურთა თკბილი კერა გულგაშლილი მობრძანდით ქუთაისი ზიანეთი უნაპირო ლაჟვარდი აქ ხელახლავი ბადები მარადილს ყაპარში. მაზია ძალიან მიყვარს ქუთაისი. მაქვს ერთ-ერთი ნოველა, ჩემი ნოველა ეძღვნება მოწამეთას. ჩემი მეგობრის ბებია ცხოვრობდა ქუთაისში და ბებიამ წაგვიყვანა მერე მოწამეთაში და ამას ეძღვნება მთელი ნოველა. ქუთაისში ვიცხოვრე მთელი ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, იქ გავზარდე შვილები. და ნუ რამდენიმე წელია რაც გადმოვედი დედაქალაქში. და ძალიან მინდა კიდევ წავიკითხოთ რომელი გაქვს ამორჩეული ირმა. ამ ხრივაც გავაცნო მაყურებელს შენი თავი როგორც პოეტი ადამიანის. აბა წავიკითხავ ლექს სიყვარულზე, რომელიც ქალბატონმა გიულიმ ამღერა და გიული ერგემლიძემ მოვიკითხავ ქალბატონ გიული ერგემლიძეს ჩემი საყვარელი ქალბატონია ძალიან გემრიელი ქალბატონია და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეს ამ ქალბატონს და შეასრულა სიმღერა ჩემმა უსაყვარლესმა თამარ ბოჭორიშვილმა აჰა გისმენთ აბა მარადისობა იცი როგორ მომენატრე გუში უშენობის მომერია სევდა წვიმა ხშირდა ფერ დაკარგულ გულში სიმარტოვის ქარი ღრუბლებს ხევდა ხრებზე დარდის დამეფინა ნისლი და წვეთებმა დამინა მესახე საგანძურად შემონახულ ტკივილს აქ რიჟრაზის მკრთალი იერსახე თვალებს ხუჭა თითქოს არსა დარვა შენი სულის ფერებს ხატავასე მაინც ვუძლებ შენს თვალებში რადგან მე ნამდვილი სიყვარული ვნახე სიხარულის დროს ღიმილად გეძებ განსაცდელში შენზე ფიქრებს ვიწყებ როცა მცივა მოცახცახე მხრებზე ჩვენს სიყვარულს სამოსელად ვირგებ სასთუმელთან ჩამომჯდარა ფიქრი მათბობს გრძნობა მზის სხივების მსგავსი ნატრობ ქარმა გაიტაცოს ბინდი ამ სიყვარულს არ მოედოს ხავსი იცი როგორ მომენატრე გუში შეშლილ განცდებს მოერია სევნა წვიმა ხშირდა ფერ დაკარგულ გულში სიმარტოვის ქარი ღრუბლებს ხევდა არაჩვეულებრივია ძალიან ლამაზი ძალიან სულში ჩამწვდომი ნუ იგრძნობა რომ სულით პოეტი ქალბატონის დაწერილია და აი აქ მინდა ოჯახზე გკითხო ირმა შენი ოჯახი, მე ვიცი რომ ძალიან კარგი მეუღლე ყავს და ბრილიანტის შვილები ყავს. ორი ტყუპი ყავს და გოგონები ყავს და ვაჟი. პროფესიით ექიმები, ორივე წერს. მოვიკითხავ აქედან შენს განსაკუთრებულად საყვარელ ადამიანებს ოჯახი, რომელსაც ქვია და ყავს ბიჭი, რომელიც კითხულობს. ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. თუ გაქვს რამე ისეთი ლექსი შენ შემოქმედებაში, ან შვილებზე, ან მეუღლეზე? შვილებზე წავიკითხავ. ამ ქვეყნად ორ რამეს არ აქვს ნაპირი. წმინდა, უსაზღრო და დაუსაბამო. ერთია ცისფერი ცა, ზურმუხტ საფირი, მეორე შვილები, ცხოვრების მალამო. მიწიდან ზეცამდე ოცნების ბაღია, უფლამდე გზა რთული, ბილიკი მრავალი. შვილები ამ ბაღში ღვთისმშობლის განძია, სიცოცხლის აზრია მთავარი.
შვილისთვის დედამ წამს ყველაფერს აიტანს ლოცვით ცალოცავერს მუხლმოყრით დაივლის ნელშიც კი იპოვის მზის სხივის ათინაც შვილს თუ კი დასჭირდა ჯოჯოხიც გაივლის დედა და შვილობა ეს უფლის მადლია ნამდვილი გრძნობების ეს არის საწყისი შვილები ამ ქვეყნად ღიმილი დარდია სიცოცხლის არსი და ცხოვრების აზრისი ამ ქვეყნად ორნამეს არ აქვს ნაპირი წმინდა უსაზღრო და დაუსაბამო ერთია ცისფერიცა ზურმუხსაფერი მეორე შვილები ცხოვრების მალამო რა კარგია ძალიან კარგია ძალიან დიდი მადლობა მართლა ირმა რა მინდა გითხრა იცი შენ როგორც პროფესიით მასწავლებელი და ყავს 3 შვილი აი მათ აღზრდაში შენი მასწავლებლური პროფესია ალბათ უფრო ათმაგად გეხმარება დამეხმარა ძალიან მაგრამ ცოტა დღეს სირთულეებთან მაქვს რომ მოგლებიან სახლშიც ნუ ხარ მასწავლებელი სახლშიც ხარ მასწავლებელი და დღემდე მომყვება ეს რაღაცა რჩევადარიგების მასწავლებლური მეთოდები ეთყობა მასწავლებლური ძალიან მაგრამ ნუ ტყუპების გაზრდა რაღაც სხვა ფენომენთან არის დამოკიდებული და ალბათ აქ როგორც თვითონ ტყუპები ფენომენია უფლის ძალა უფრო მეტი იყო ვიდრე ჩემი შესაძლებლობები ჩემო კარგო ირმა მასწავლებელო ესე იგი ულამაზესო იმერელო ქალბატონო იმერეთზე წავიკითხოთ თუ წავიკითხეთ ჩვენ ერთზე წავიკითხეთ ერთი მინდა წავიკითხო ესეთი ლექსი რომელიც ძალიან საოცრად წაიკითხა ბატონმა გოჩა ჭაბუკაიძემ მაგრამ მოვიკითხოთ ეს ძვირფასი ადამიანი ძალიან დიდი პატივისცემით ძალიან მიყვარს ძალიან დიდ პატივს ნამდვილად აბა წავიკითხოთ ცოტა ესეთი რთული თემა მაგრამ ყოველთვის მინდა რომ არ დავივიწყოთ ადამიანი რა თქმა უნდა უსათაურო აბა იდგა საღამო ბინდისფერი მრუმე საღამო ნისლიებურა ცას არ ქროდა სიოსამო ირგვლივ ყველაფერს დაუნდობლა წეწავდა ქარი რაღაც ავსულად ქუჩის ბოლოს კი იდგა ქალი იდგა თავდახრით გაშეშებით ებრძოდა დარდებს და სიგარეტის ყვავში კლავდა საკუთარ განცდებს დაჩეხილს და უსასყრო ტკივილს საშინელ ტკივილს ცხოვრებისას და ბედთან ჩივილს იდგა ქუჩაში მარტო კენტად თავისი ფიქრით მაღალი ქუსლით ტუჩზე საწყით თვალებზე გრიმით იდგა ჩუმად და მორიგ გამლერს ელოდა ქალი სულ ერთი იყო მისთვის სუფთა გონჯით უმთრალი ამას არ ქონდა მნიშვნელობა ან ქონდა აზრი იდგა უძრავად სახე ჰქონდა ყინულის მსგავსი ქალი გონებით არ ფიქრობდა მძიმე ღამეზე ხოლო თავისთვის ოცნებობდა ისერთ რამეზე როგორმე იქნებ დღეს წამებით ეშოვა ფული რომ ხვალ პატარა შვილისათვის ეყიდა პური მოხუც დედისთვის მიეტანა წამალი იქნებ ამაზე მეტი საზრუნავი არ ქონდა ფიქრებს დუმდა და ჰქონდა სახე ცივი თვალებში ბინდი სტყიოდა სული შილაგანად ვერ იყო მშვიდი ის იყო ქვეყნად წუთისოფლის უმზეო მგზავრი იდგა ქუჩაში მორიგ გამლერს ელოდა ქალი იყო საღამო რომე მძიმე წვიმა კიცრიდა ქალი ბეჩავი თავის სხეულს გროშებად ყიდდა მე მაპატიეთ შენდობას გთხოვთ ერთი წამისთვის რომ გავაიარე დაგაკვირდით მხოლოდ ამისთვის და მაპატიოს ყველა წუთისოფლის უმზეო მგზავრებმა ამ ლექსით ვიხდი ყველას ბოდიშს ირმა ჩემო კარგო ადამიანო რამდენი ლექსიც წაიკითხე თითოეულში ჩანს თითოეულ სტრიქონში ჩანს შენ დიდი ადამიანობა შენ დიდი სულიერება ღრმა სულიერება და ბედნიერები არიან შენი მოსწავლეები რომ ასეთი მასწავლებელი ყავხარ გვაქვს კიდე დრო თუ წავიკითხავთ რამეს კიდე აბა ერთი რომელიც აია პოეტის ჩავეტიოთ პოეტის სული ხომ ხედავს მუდმივად თვალების მიღმიერ სამყაროს კი ბატონო სადარ ვიყავი გულის ხედვით სადარ ვიყავი ზოგან მხდებოდა შეღამება ზოგან ცისკარი
ყველგან დაფქონდა გული წრფელი, გული მთლიანი, მაგრამ ხან მისვლა ადრე იყო, ხანაც გვიანი, შემოვიარე გზების სწორი, გზები ქვიანი, თუმც ვერ ვიპოვე ჩემი სულის თანაზიარი, სად არ ვიყავი გულის ხედვით, სად არ ვიყავი. ზოგადად პოეტებს მარტოობისკენ სწრაფვა და მარტოსულობის განცდა პოეტების ერთ-ერთი დამახასიათებელი და ძირითადი თვისება. მოკლედ, ირმან, ერთ ლექსს მოვასწრებთ, აუცილებლად მინდა წავიკითხოთ ერთი ლექსი. ანიდან ჰოემდე. აბა. სიჩუმე, ნიავი, მუქ ლურჯი ფიქრები. ხან მზეა, ხან კიდევ მაცვივა ფიქრები. აღმართი, დაღმართი, სულს რომე რიტმები, თუმც დატვრის ხესავით ოცნებით ვირთვები. ჩვენ ხშირად გულკნესით ვკითხულობთ როდემდე და მაინც სასწაულს მოველით ყოველდღე. მივდივართ, ვჩერდებით, იმედით, გონებ მე და ასე გრძელდება ანიდან ჰოემდე. დასასრულამდე. არაჩვეულებრივი გოგო ხარ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მე მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხო ირმა მასწავლებლის აი ესეთი ჭკვიანი ბავშვები, რომლებმაც კითხვები გამიმზადეს, რომ ჩვენ ირმა მასწავლებელს შეეკითხეთო. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. მე გისურვებთ ნათელ მომავალს, ღირსეულ მომავალს. ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებულიყავით და ყოფილიყავით თქვენი ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივრები და ნამდვილი ღირსეული ქართველი მოქალაქეები, ქართველები, რომლებმაც იცით, საიდან მოდიხართ, საით უნდა წახვიდეთ აუცილებლად. და მაყურებელს, ჩემს ძვირფას მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩემი დღევანდელი სტუმარი გახდათ აი ეს არაჩვეულებრივი, ლამაზი, ნიჭიერი, იმერელი ქალბატონი, მწერალთა კავშირის წევრი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დიდებული მასწავლებელი ირმა ალფაიძე. მასწავლებლობა მართლაც დიდებული საქმეა, იმიტომ რომ მასწავლებელი ძერწავს ბავშვებში ერთდროულად სულსა და გონებას და აი ეს სული და გონება ადამიანობის განსაზღვრელი ძირითადი მედიუმია. და მე მინდა ვუსურვო ჩემს საზოგადოებას, ჩემს ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგი მასწავლებლები და მასწავლებლები, ქალბატონი ირმასნაირები და ვუსურვო აგრეთვე ძალიან კარგი ქართველი მომავალი, რომლებსაც თქვენ აღზრდით სკოლებში. უღრმესი მადლობა ქალბატონო ციცი. მადლობა სამყაროს დღევანდელი დღისათვის, მადლობა ჩემს მოსწავლეებს, მადლობა ჩემს უსაყვარლეს ხალხს და ვისურვებდი, რომ მომავალ თაობას უფრო გაებწყინოს და გაეერთიანებინოს ჩვენი ბედის შავი ქვეყანა. ყოველთვის რომ უჭირს და ჩვენი მომავალი მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ჩემი გადაცემის დრო მოიწურა, მე სიყვარულით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ღმერთი იყოს მუდამ ჩვენთან. მიყვარხართ ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. მიყვარხართ.